ბატონო თორნიკე, თქვენ საგანგაშო რამ ბრძანეთ, თქვენ თქვით, რომ ჩაუვარდა ხელისუფლებას ოპერაციაო, რომ ჩვენიანად გადაეცათ ოკუპანტის სახელმწიფოსთვის კოდორის ხეობაო. რას გულისხმობდით, რა ოპერაცია იყო? თქვენ თქვით, რომ ეს განზრახდებოდა? კი ბატონო, როგორც სახალხო დამცველმა განახორციელა ზარი, ხო შეიძლება რომ იქ ვიყავით, იქ ზარით მივიღეთ ინფორმაცია, რომ შემოსულიყო ერთი ადამიანი იქ დაკრძალვაზე, სადაც 80% ვიყავით ხეობის და ითქვა, რომ დაიცალეთ, რაღაცა არ ხდება ისეთი, არ არის ვითარება ჯანსაღი, შეგიძლიათ გახვიდეთ 2-3 დღით მაინც და მერე თუ დალაგდა დასტაბილურდა, ისევ შემოხვალთ. პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ არავით არ გასვლო, ყველაფერი კარგად არის. კონტროლქვეშაა სიტუაცია, ჩვენ ვაკონტროლებთ, აბა რისთვის გვინდა ეს ყველაფერი აქ, რაც აქამდე ვაწყობდითო. აი დედუქებთან რო ვახსენეთ წეღან, ის სიმაღლის დაკავება, იმ ხელა იარაღის ატანამან და მარუხში მოაწყეს ასაფრენის ზოლი. ამით გვაჯერებდნენ ჩვენ, რომ არის ყველაფერი კარგად, რომ აი ნელ-ნელა ჩვენ ვიბრუნებთ აფხაზეთს. მიზანი რა უნდა ყოფილიყო თქვენი აზრით, რომ განაიარაღე მოსახლეობა, რომელიც ერთგულებდა სამშობლოს და იცავდა ტერიტორიას? ჩაბარება, ბოლოს რაც მოხდა. ძალიან მაგრამ ხალხიანად ჩაბარება რა უნდა ყოფილიყო ეს, რა პროექტი უნდა ყოფილიყო? როგორც გორში გააკეთეს, გორს არ ბომბავდნენ, მანამ სანამ კორპუსებში არ ჩააყენეს გრადი და იქიდან არ ესროლეს. წერტილი მისცეს, სასეცხლე წერტილი და მაშინ დაარტყეს კორპუსებს. გორშიც სხერპლი უნდა ყოფილიყო დიდი. სხერპლი. გორში არავინ არ ბომბავდა გორს, სანამ კორპუსებში არ შეიყვანეს გრადი, იქიდან ცეცხლი არ გახსნეს და მე ახლა როცა აიბომბება ის გრადი შახმატურად ურტყავს, ხან კორპუსს მოხდება, ხან სასეცხლე წერტილს. ეს იყო სხვა არაფერი. სხერპლი უნდა ყოფილიყო. თქვენ თვლით, რომ სააკაშვილის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი სხერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. კი ბატონო და ალბათ ახლა მე არ ვიცი რა მიზანი იყო, მაგრამ მე როგორც აქ კონცერტი გაიმართა, დაღუპული ბიჭები იქ იყვნენ, ჯერ კიდევ მიწას მიბარებულები არ იყვნენ და აქ კონცერტი იყო, ალბათ საკონცერტო იქნებოდა ჩვენი დაღუპვაც აქ. ერთ-ერთი მიზეზი იქნებოდა ესეც. ასევე იყო ექვშიც გათვალისწინებული არის ეს მსხვერპლი ოპერაცია რომ ტარდებაო, ჩვენ ქრუაშვილმა გითხრა ეს, მამედა ჩემი რომ მოკლა 3 წყვით. ჯერ არის შეიძლება ადამიანი დაიღუპოს რაღაცა და კი ბატონო, მაგრამ საზარბაზნე ხორცად რო გახდი და ესური ტექნიკაზე სასრულ ტყვიას რო ესური, ტექნიკას ასრულ. ეს არის დეშეკა, საშინელი იარაღი არის. 3 ტყვია გაარტყეს, ალბათ ხალხს ერთი ტყვია ვერ ყოფნიდა და 3 ტყვია გაარტყეს და იმ მამედა ჩემის შვილი გენორ გუგუსიანი 16 წლიდან იბრძოდა აფხაზეთში, 16 წლიდან და დაკარგა ფეხი აფხაზეთში. იმ ბატონემზართან ერთად იყო და გმირი შვილის დედა საკუთარი სახლის კიბეებზე ჩასხრილეს და გითხრეს რომ ეს გათვალისწინებული არის ამ ხელა ოპერაციების დროსო. თქვენ მადლობა გითხარითო რომ 10 და 20 ესეთი ფაქტი არ მოხდა ვაქტორი. თქვენ სადაც მაშინ არველაძე იყო იმედზე რომ გამოვიდა კოდორის ხეობა სადაც მიწა უდგათ, ის მიწა უნდა დაიწვესო დღეს. ეს ვინ თქვა? არველაძე იყო მაშინ იმედი ის ვინც იყო გიორგი არველაძე 2006-ში რო იწყებოდა ოპერაცია შემოსვლა, მაშინ თქვა დილით გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, იქნება ჩანაწერი არქივში ყველა ვარიანტი, თქვა რომ კოდორის ხეობაში, სადაც მიწაზე ფეხი უდგათ კოდორის ხეობელებს, ის მიწა უნდა დაიწვოს დღეს. იყო ესეთი რაღაცა და არის და რაღაცა არ მახსოვს ის მართლა თუ ეგეთი რამე ამოსაღებია. კი ბატონო, არის ამოსაღები არის იმედზე იყო ეს. კი ბატონო, თუ არ გახსოვს ჩვენ კოდორის ხეობელებს ყველაფერი სამწუხაროდ ისეთი რაღაცები ხდებოდა რომ ვერ დავივიწყებთ, თორემ კარგია რომ დაგვავიწყდეს, მაგრამ ვერ ვივიწყებთ.